ახლა მოვისმინეთ, თუმცა ახლა შევცვლით თემას, სრულიად სხვა თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს არის რამდენად უსაფრთხო და უნებელი საკვები, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ. როგორ კონტროლირდება სარეალიზაციო საზოგადოებრივი კვების ობიექტები და რას მივაქციოთ ყურადღებას სურსათის შეძენისას. ამ და სხვა ყველასათვის საინტერესო საკითხებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ვასილ ბასილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსია დღეს ჩვენთან და მისგან შევიტყობთ ვართ თუ არა დაცული როგორც მომხმარებელი. გამარჯობა ბატონო ვასილ, დიდი მადლობა რომ მოგზანდით. დიდი მადლობა თქვენ. თქვენ ხართ ისეთი სტუმარი, რომლისგანაც ძალიან ბევრ რჩევას და საინტერესო ამბავს გაიგებს ჩვენი მაყურებელი და დაგისვამთ პირველივე კითხვას, რომელიც მაინტერესებს რა ტიპის დარღვევები გვხვდება ხოლმე ყველაზე ხშირად და სად? ეს არის სარესტორნო ობიექტები თუ სასურსათო? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, ძალიან თბილი და სასიამოვნო გარემოა თქვენთან. ასევე ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. რა თქმა უნდა, დარღვევები ხდება ყველა მიმართულებით, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააგენტო თავის მხრივ ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ნაბიჯებს გავს ამ სირთულეების გამოსასწორებლად, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობთ. დარღვევები იკვეთება როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს ოპერატორებთან. ეს შეიძლება იყოს როგორც აგრარული ბაზარი, ასევე სასურსათო მაღაზიები და სხვა და სხვა. თუმცა სააგენტო ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურია სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. მე შემიძლია სტატისტიკას მოვიხშველიო და გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც 2015 წელს თბილისის საქალაქო სამსახურმა თბილისის სამმართველო იყო მაშინ 3000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა ქალაქში. 2017 წელს 10,000 გასცდა ეს ციფრი და წლევანდელი წელი კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს, იმიტომ რომ ჯერ არ დამთავრებულა და შარშანდელ მონაცემებს უკვე გავწვით. და რამდენად ხშირად არის ხოლმე დარღვევები? დარღვევები ხშირი არის, თუმცა დარღვევების სიხშირე არ განაპირობებს იმას, რომ მომხმარებელი დაუცველია ბაზარზე. აქ სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია წავიდეთ ამ კონკრეტულ მომენტში და შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ მომხმარებელი ყველაზე დიდი მაკონტროლებელია და თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ უნებელი სურსათი მიირთვას. ალბათ თქვენ ეტიკეტირებაზე საუბრობთ. ზუსტად ეტიკეტირებაზე ვსაუბრობ. ეტიკეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სურსათის. მაშინ განსაკუთრებით, როდესაც შეძენაზე არის საუბარი, ქართული კანონმდებლობით და სარეალიზაციო ქსელში, ანუ დახზე განთავსებულ სურსათს სავალდებულო აქვს, რომ კონდეს ეტიკეტი და მომხმარებელი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ წაიკითხოს რა წერია ამ ეტიკეტზე. მისი შენახვის ვადები, შენახვის ტემპერატურა და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რისკიანი არის ხორცი პროდუქტი და რძის პროდუქტი. რძეს აქვს ეტიკეტი და ვხედავთ დაუშვათ, მაგრამ ხორცს ძირითად შემთხვევაში თუ შევიძამთ ბაზრის ტიპის დახლებზე, ესე ვთქვათ, არ აქვს ეტიკეტი. აი როგორ უნდა მიხვდეს ჩვეულებრივი მომხმარებელი ვარგისის თუ არა ხორცს მაგაზიაში რაღაცებით მე და თქვენ მე ვეუბნებოდი, რომ საქართველოში არის ისეთ ტრადიციად ჩამოყალიბდა ხა ყველი სახლში მზადდება ხორცი, საქონელი სახლში ყავთ და ანუ ძალიან ხშირად ქალაქიდან ყიდულობენ რეგიონებიდან ყოველგვარი ეტიკეტი დაუშვათ. აი მაგას სოფლიდან ეტიკეტისგან ყველაფრის გარეშე ჩამოაქვთ და ყიდულობთ. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა, რა უნდა იცოდეს, რა შიშის წინაშე უნდა, ანუ რა რისკების წინაშე დგას, რა ქვია, რა ადამიანი როცა ყიდულობს, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა. კი ბატონო. საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით არის აქტიური. გეტყვით იმას, რომ რძის ტექნიკური რეგლამენტი არსებობს და ასევე არსებობს საქონლის ხორცის და საქონლის ხორცს პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში და სარეალიზაციო დახზე განთავსებულ ხორცს აუცილებელია, რომ ჰქონდეს ეტიკეტი. აგრეთვე იგულისხმება, რომ აგრარულ ბაზრებში, ესე ტრადიციულ აგრარულ ბაზრებში უნდა კონდეს დახზე განთავსებული ეტიკეტი. ბეჭედი გამახსენდა, ეხლა მაგას გულისხმობთ? არა, ბეჭედი ეს არის ჯანმრთელობის ნიშანდება, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ცხოველმა უნდა გაიაროს სასაკლაოს გზა. სასაკლაოზე არის სახელმწიფო ვეტერინარი, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვეტერინარი ამ
შემთხვევაში ამოწმებს ცხოველს როგორც დაკвლის წინ, ასევე დაკвლის შემდგომ და მხოლოდ მისი დადებითი შეფასების შემდგომ შედეგად დახორცე დასვავს ჯანმრთელობის ნიშანდებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხორცი უკვე შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს როგორც სასურსათო დანიშნულების პროდუქტი. ეტიკეტირებას რაც შეეხება, ეტიკეტზე განთავსებული არის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეს მომხმარებელმა. ეს ბეჭედი თავისებურად პატარა ზომის არის, თუმცა ხილვადი არის, მას სააგენტოს თანამშრომლები და წარმომადგენლები ამოწმებენ, თუმცა ბეჭედი შეიძლება მომხმარებელმა ვერ დაინახოს. თუმცა მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი ეტიკეტი. ეტიკეტზე განთავსებული არის ყველა ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეს მომხმარებელმა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის რომელი სასაკლაოდან მოდის ხორცი, როდის არის დაკвული, რა არის მისი შენახვის ვადა, რა ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს და ასე შემდეგ. მიკვლევადობის ყველა რგოლი, ანუ ფერმიდან სუფრამდე ტიპის ეტიკეტი გვაწვის ამ ინფორმაციას. ბატონო, ტექნიკურად როგორ არის დახსოვდეს ხორცი უკვე მოჭრილი ნაჭრები უნდა იყოს მაშინ დაფასებული და ეტიკეტირებული. დაფასებულის გარდა შეიძლება რომ თვითონ კი, ან თვალსაჩინო ადგილას იყოს განთავსებული ეტიკეტი, ან ფურცელჩანართის სახით კონდეს ამ დახს. კი ბატონო, მე მოვიტან მაშინ მე სხვა ხორცის ნაჭრს და დავდებ. თუ არა მიკროლი ესე ხო, ან შესაძლებელია ამას გვერდი აუარო თუ შესაძლებელი ყველაფერი შესაძლებელი არის, თუმცა ზუსტად აქ არის სურსათის ეროვნული სააგენტო, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვამოწმებთ იმდენად, რამდენადაც ხორცი არის მაღალი რისკის სურსათი, სააგენტოს პრიორიტეტებში ზის ხორცს პროდუქტების სარეალიზაციო წერტილების შემოწმება უფრო მეტად, ვიდრე დაუშვათ სხვა ობიექტების შემოწმება და ამას სააგენტო მუდმივად ამოწმებს. შემოწმებისას ძალიან საინტერესოა, რას აკეთებს სააგენტო. სააგენტო გარდა იმისა, რომ ამოწმებს სანიტარო-ჰიგიენურ მდგომარეობას, ხორცის წარმომავლობას და ასე შემდეგ, ერთ-ერთზე ვმუშაობთ ბიზნეს ოპერატორებთან, ჩვენ დაბეჭდილი გვაქვს, ასე ვთქვათ, გაიდლაინები, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები და ამითი ჩვენ ვცდილობთ, რომ ბიზნეს ოპერატორების ცნობიერება ამომავლოთ და დავაწიოთ იმ სტანდარტებს, რაც უნებელი სურსათის ბაზარზე განთავსებას მოიწონს. მე მეკითხა, სწორედ ტრეინინგებიც ტარდება და სემინარები, თუ მხოლოდ ტრეინინგები და სემინარები, რა თქმა უნდა, ტარდება. ჩვენ შეხვედრებს ვაწყობთ ხშირად სექტორული მიმართულებით. თუმცა კონსულტაციების მომსახურების სისტემა აქვს სააგენტოს და ასევე ინდივიდუალურად თითოეულ შემოწმებისას სააგენტო გასცემს რეკომენდაციებს ბიზნესის მიმართულებით. გეტყვით, რატომ ნახე რაღაცა სიუჟეტი ცოტა ძველი, როდესაც სანელებლების პრობლემა იყო, ამოიღეს ჯანმრთელობისთვის მავნე სანელებლები და სუნელები და ადვოკატი ამბობდა, რომ მეწარმემ არ იცოდა თურმე როგორ უნდა გაეკეთებინა და საერთოდ არაფერი არ ქონდა ინფორმაცია, ამიტომ ვკითხულობ, რომ რამდენად მიეწოდებათ მეწარმეებს, ფერმერებს, ვიცი გამყიდველებს ეს ინფორმაცია, რომ როგორ ხდება ეს? გეტყვით, ეს ადვოკატს არ უნდა ეთქვა, იმიტომ რომ კანონმდებლობით ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე მოიძიოს ყველა ის ინფორმაცია და გაეცნოს კანონმდებლობა, სტანდარტებს და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს საქმიანობა. კარგი, დაუშვათ აღმოვაჩინეთ დარღვევა მე როგორც მომხმარებელმა. თუ არსებობს რაიმე ცხელი ხაზი, რაზე შემიძლია დავრეკო? ხშირად და ალბათ არა მარტო მე და ყველას გვინახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით, რაც არის თქვათ გაფუჭებული ნაწონი და ასე შემდეგ. როგორ რეაქცია კითხვას მივაბა ერთი ამბავი, რაც ჩემ მეგობარს გადახდა თავს აფთიაქში ბავშვისთვის იყიდა, თქვენ გიყვებოდით, რომ გადაცემა დაიწყებოდა, ფხვნილი, რომელიც მახსოვს მე მგონი მეც ხო ვადა გასული იყო და საბავშვო საჭმელი ხო ბავშვი იყო 6 თვის და ის აღმოჩნდა საუნდტროფოში და მხოლოდ გვენა აი რა უნდა გავაკეთოთ კი ძალიან ცუდი ამბავია თუმცა აქ აღსანიშნავია ისიც რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში ბიზნეს ოპერატორია ვალდებული აკონტროლოს საკუთარ დახზე განთავსებული სურსათის ვადები
და ის რომ ვადაგასული სურსათი არ უნდა გქონდეს არც ერთ ბიზნეს ოპერატორს, ეს მისი უშუალო ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. თუმცა დარღვევების შემთხვევაში თქვენ ბრძანეთ, დიდი მადლობა ამისთვის. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მაყურებელს, მომხმარებელს შევახსენებ, რომ სააგენტოს ხელი ხაზი არის 1501, ჩართულია მუდმივ რეჟიმში. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ და ჩვენი ოპერატორები ჩაინიშნავენ ამ შეუსაბამობას. ზარი ანონიმური არის და სააგენტო გააკეთებს ადეკვატურ შესაბამის რეაგირებას. კი ბატონო, აი პატარა სურსათები, ეგრეთ წოდებული ეზოს მარკეტები, არ ვიცი, ავტოფარეხებში რო არის, სადაც იყიდება ყველი, ხილი და ასე შემდეგ. ესენი არის თუ არა რეგისტრირებული და მოწმდება თუ არა? თუ თავის ჯადოსნური ბიზნეს ოპერატორი მათ ყავთ თუ არა? რა თქმა უნდა, რეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობით ბიზნეს ოპერატორი, ანუ მეწარმე უნდა იყოს რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორად და მხოლოდ ამის შემდგომ შეუძლია მას გააგრძელოს საქმიანობა. და დარეგისტრირებულია ასეთი ფარეხის ტიპის სურსათები? კი, დარეგისტრირებულია თბილისში რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორების რაოდენობა 11,000 ცილდება. საკმაოდ დიდი ციფრი არის ქალაქისთვის. ჩვენი მასშტაბებისთვისაც, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააგენტოს ინსპექტორები, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები მართლაც თავდაუზოგავად დილით ადრე გვიანობამდე დაუზოგავად შრომობენ და რა ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო და მადლობა გამოვუხადო დაუზოგავი შრომისთვის. მე მაინტერესებს ხილს და ბოსტნეულს ჭირდება თუ არა სამაციურე განყოფილება და თუ ჭირდება, ისევ მივდივარ ამ ფარეხებისგან, იქ ხომ არ გვხვდება მაცივარში განთავსებული ხილი და ძირითადად არის გარეთ. კიდევ ამას ემატება ის, რომ ზოგჯერ თვითონ სურსათიდან გარეთ დევს, სადაც მანქანების გამონაბოლქვია, ქვია, სადაც მწვერია. აი, მაგას როგორ არეგულირებთ რა? რადგან დუმილი? არა, დუმილი არ არის. რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს, ზედმეტი მომივიდა. არა, პირიქით, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. ეს არ არის მარტო უბნის მაღაზიებზე და ავტოფარეხებში მოწყობილ სარეალიზაციო წერტილებზე აქ საუბარი, შეიძლება შევიდეთ ძალიან ფეშენებელურ და კეთილმოწყობილ სუპერმარკეტში და იქ იყოს ჩვეულებრივად დახზე განთავსებული ხილი ან ბოსტნეული. და იმდენად მიმზიდველი და ძალიან საინტერესო გარემო იყოს იქ, რომ ჩვენ ეს ხილი პირდაპირ მივირთვათ, გაურეცხავთ. თუმცა ასევე როგორც აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ავტოფარეხში, ასევე მოწყობილ, კეთილმოწყობილ სუპერმარკეტში ხილს უნდა გარეცხვა, კარგად გარეცხვა, კარგად დამუშავება და მხოლოდ ამის შემდეგ მირთვევა და გარეცხვის შემდეგ ის სასურველი ნივთიერებები თუ მიკრობები, რომელიც გარედან შეიძლება იყოს მოთავსებული, ეს ყველაფერი ჩამოშორდება და ხდება უკვე უნებელი. რატომ ასეულ, მინდა დავაზუსტო ირინამ თქვა უკვე სუნელების შესახებ, მაგრამ არის რამე ესეთი თვალით დასანახი, რომ თქვა და შევხედეთ და მივხვდით, რომ ეს სუნელი არ უნდა ვიყიდოთ თუ არ არსებობს. ვიცი, ფერი შეიძლება იყოს თქვა. შარშან უფრო მეტი პრობლემა იყო სუნელებთან მიმართებაში. წელს კვეთრად გაუმჯობესებულია სიტუაცია. ამ გაუმჯობესებაში გაუმჯობესებისთვის სააგენტომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გამკაცრებული არის სუნელ სანელებლებზე ბაზარზე განთავსების პროცედურები. ეს იმას გულისხმობს, რომ ბაზარზე განთავსებული სუნელი და სანელებელი უნდა იყოს დაფასოებული, ეტიკეტირებული, რომ ვიცოდეთ მისი წარმომავლობა, მიკროელვადობის ყველა რგოლი რომ იყოს მოთავსებული ამ ეტიკეტზე. რაც შეეხება ღია ტიპის კონტეინერში დაფქვილ სუნელს, ეს ამ რეგულაციების შესაბამისად აკრძალულია. მომხმარებელმა შეიძლება იყიდოს სუნელი, მაგალითად გამხმარი მცენარე, რომელიც მის თვალწინ დაიფქვება. მხოლოდ ამ შემთხვევაში, დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი უნდა იყოს დაფასოებული. აი ამ რეგულაციების შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ძალიან გაუმჯობესებულია სუნელ-სანელებლების მდგომარეობა ქართულ ბაზარზე დღეს. ძალიან კარგი. კიდევ რა მაინტერესებს, ეს ეტიკეტი ალბათ სოფლიოში არის რაღაც სტანდარტი მიღებული, რა ზომის ასოებით უნდა იყოს ნაწილი. ჩემთვის არის ნამდვილი ტანჯვა. შენი ტკივილი მოკავე. ნამდვილად ვერ ვკითხულობ, მართლა მჭირდება რომ ვიცოდე არის თუ არა ეს
თინა ამბობს სიმართლეს შეიძლება არ ვერ კითხობ, მე ვერ ვკითხულობ ახლა უფროსი თაობისთვის კიდევ უფრო რთული. იცი როგორი რაღაც არის შეიძლება კითხავდა, მაგრამ როდესაც ძალიან ბევრ პროდუქტს ყიდულობ, ვერ დადგები ალბათ ყოველ ჯერზე ვერ წაიკითხა. ამიტომ მხოლოდ მაღაზიებიც რო არ დავადანაშაულო, დავუშვათ ვიყიდე მე ეს პროდუქტი და წავიღე სახლში. შეიძლება მე თვითონ დავარღვიო მის შენახვის წესი და მე თვითონ მოვიწამლო თავი ჩემი ზუსტად მაგიტომ არის ეტიკეტის წაკითხვა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, შეიძლება ვიყიდოთ სურსათი, წავიღოთ სახლში, არ შევინახოთ ის და არ დავასაწყობოთ ზუსტად ისე როგორც წარმოებელი ამას გვეუბნება და შემდგომ ჩვენ თვითონ მივიღოთ ზიანი არასწორი შენახვისგან. რაც შეეხება ეტიკეტირებას, არსებობს კანონი, რომლითაც ქართულ ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა იყოს ეტიკეტირებული და ეტიკეტირებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. თუმცა აი ის მომენტი, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ შრიფტის ზომა არასტანდარტულია, ამასთან დაკავშირებით ძალაში შედის ახალი დადგენილება, რომელიც უნდა შესულიყო უпростоრად ძალაში, თუმცა რაღაც საკითხების გამო გადაიდო და 2019 წლის 1 მარტს შედის ეს დადგენილება ძალაში. ეს არის 301 დადგენილება არის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით, ძალიან ფართოდ მოცული და სკელტანიანი დადგენილება არის, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები წერია შიგნით, ასე რომ კიდევ ერთხელ ბიზნეს ოპერატორებს შევახსენებ, რომ ეს რეგულაციები შედის ძალაში. სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული არის ყველა ინფორმაცია, ჩვენი ცხელი ხაზი ჩართულია, ამასთან დაკავშირებით თუ კი ვინმეს რაიმე სახის შეკითხვა აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს სააგენტოს და ყველაფერი გავიაროთ დეტალურად და იგივე ამ დადგენილებაში უკვე განსაზღვრული იქნება შრიფტის ზომა, რომელი ზომითაც უნდა იყოს დატანილი ეტიკეტი, ასე რომ ცოტა ხანში ყველაფერი იქნება. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. პირადად მე და ყველამ გავიგეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია. ჩვენთან დღეს სტუმრად იყო ბატონი ვასილ ბასილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი. დიდი მადლობა. ახლა კი მინდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ მიკრომწვანილი ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტია, რომლის შესახებ ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციის ნაკლებობა არის თუ არა მიკრომწვანილი ზრდასრულ მწვანილზე სასარგებლო, რატომ არის კერძის დასასრულებლად ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი და სად მოყავთ მიკრომცენარეები საქართველოში? ამ კითხვებზე პასუხს ნატა ტაბიძე გაგცემს. დეტალები რეპორტაჟში.